დილა მშვიდობის, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას ჩემო სიხარულებო, ხომ ხართ კარგად, ყველა კარგ განწყობაზე მიყვარხართ ძალიან, წარმატებულ დღეს გისურვებთ და მადლობა დღევანდელ დღეს, რომ არის მშვიდობიანი, პირველ რიგში, რაც მთავარია. ეს არის მთავარი. მშვიდობა გქონოდეს, გოგოებო, ეს არის მთავარი და დანარჩენი მე ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ეხლა მე უნდა გავაკეთო გერკულესი. უშუალოდ კიდე არ გამიხსნიან ჯერ. და მე უნდა მოვიდურო ყავა. გერკულესი უნდა გავაკეთო. ესე რამდენი კოზით გავაკეთო ხოლმე? აი მარტო ჩემთვის, იმიტომ რომ მეტი არავის არ უყვარს გერკულესი ჩემ გარდა. არც მე არ მეყვარს ძალიან, მაგრამ უცბად დილით მინდა რომ ჯერ რაღაცა ცოტა მივირთვა და მერე დავლიო ყავა. ასე რომ ეს არის ყველაზე სწრაფი, მაგრამ არ მინდა რომ წყალი დავასხა, მინდა რომ მოვხარშო. მოდი გავაკეთებ ციცამდე 1 ჭიქა წყალს და 1/2 ჭიქა გერკულეს. აი ესე გავაკეთოთ. მოჩ, კომარისია ეს მე მეყოფა და ცელი 1/2 ჭიქა ვყავთ. არ მინდა ძალიან სქელი არა უშავს იყოს. ეს ჩემი ტონალური, გუშინ დამიწერეს კომენტარებში, კითხეს, ანუ რა ტონალურს ხმარობო და ეს არის Maybelline Super Style, ასეა წერია გოგოებო. რა ვიცი, ტონალური არ არის, ფარო აქვს, ამას 0. არა აქვს ფარვა. არა, თუ სუფთა კანი არ აქვს. რა ვიცი, გამოჩდება ყველაფერი, მაშინ ის უნდა იხმარო. აი მე რო თვალებზე ვისმე, თვალების ქვეშ, რა ქვია მაგას, კორექტორი. და ის დაფარო ჯერ. რავი, თუ არის რამე გამონაყარიანი ლაქა და მერე უნდა წაისვა. თხელია ეს რატო ვიყიდე იცით, TikTok-ზე მოусმინე ეს გოგოს, რომ ძალიან კარგიაო რა და ალბათ მასაც სუფთა კანი ქონდა. რო წაისვა მომეწონა. და ნუ ფარვა არ აქვს რა. ფარვა არ აქვს, მე მაქვს ცოტა ფორები და ნახეთ მეტყობა. ხა ფორები, ნუ კანს ფორები აქვს, მაგრამ ზოგი კანი ითხოვს უფრო ცოტა განიერ ფორებს, სუნთქვისთვის ჭირდება და ზოგი უფრო ზოგს არ ეტყობა, მაგრამ ყველას აქვს ფორები. ყველა კანზე არის ფორები. და მე ადრეც მქონდა ეს რა, უფროთან უფრო გადიდებული. სანამ გავთხოვდებოდი და კანი მქონდა გადაკრიალებული, იმიტომ რომ კოსმეტოლოგთან დავდიოდი ხოლმე სულ. და ძალიან სუფთა კანი მქონდა, მაგრამ ეს ფორებიც არ მინდოდა რა და კოსმეტოლოგმა მითხრა, რომ ფორებს ვერაფრით ვერ დავხურავთ. არ შეიძლება ფორების დახურვა. ეს თანდათან თვითონვე დაპატარავდება. ფორები რო დავხუროთ, კანს სჭირდება ეს ყველაფერი. იმიტომ არის ფორები ესეთი ამხელა, ანუ გაგანიერებული, რომ კანს სჭირდება ეს და ფორები არ დამიხურა, თუმცა შემიძლია რომ დავხურო, მაგრამ არ დამიხურა ფორები. ეს ზოყაზე უფრო, აი აქეთ უფრო მაქვს ვიდრე აქეთ. მაგრამ როცა სუფთა არის კანი, ხო, მაინც ძალიან აღარ ეტყობა. ეს არ არის აკნესი, გოგოებო. აკნეს
ჩაღრმავებები ის სხვანაირი არის. მიაკნე არ მქონია. ის არის სხვა. აკნესგან დატოვილი ჩაღრმავებები, ხურმულები, ვით რა ხომე და ლაქები, ის სხვა არის და იმას ანუ რა ვიცი, ხა იმას უნდა სპეციალურად მკურნალობა. ხო, ტონალური ვაჩვენე იმ გოგოს, ვისაც აინტერესებდა. ხა გავაკეთოთ ეს და მე ყავა. დიდი მადლობა ყველას, ვინც მომილოცეთ მანქანა, მოგვილოცეთ მედაგიას მანქანა გოგოებო. უღრმესი მადლობა თქვენ. ძალიან მიყვარხართ და ვგრძნობ თქვენ ენერგიას. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ყველას არ გაეხარდებოდა და გამოჩნდნენ ეგეთებიც, მაგრამ მოდი მაგაზე არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ყველაზე მაგათთვის ყველაზე კარგი არის იგნორი. როცა ვკეთებ იგნორს. მე თავს განებებენ. მე განებებენ თავს. ასე რომ ცხოვრებაშიც ეგრეა. იგნორი უნდა გაუკეთო ადამიანებს, რომლებიც არიან, რავი, აი რატო არ უნდა გაგეხარდეს ხო სხვისი კარგი. ეს სიბოროტი არის და როცა ეს ადამიანებთან არ გინდა ურთიერთობა, ანუ მით უმეტეს YouTube-ზე ძალიან კარგია თუ არ მიაქცევ ყურადღებას რა. ესეთ ადამიანებს, რადგან ისინი ამ ყველაფრით იკვებებიან. მე არ ვკითხულობ კომენტარებს, ბლოკავ. თავიდან დავიწყე და ბლოკავ, ხო გითხარით და არ ვკითხულობ, რო წავიკითხავ. 2 სიტყვას, 3 სიტყვას მაშინ ვბლოკავ. ასე რომ ყველა ირჯებით მოწერთ. იცი რომ ძალიან ბევრისთვის ეს გასაკვირვიც კი არის, როგორ შეიძლება არ გამეხარდეს ვიღაც ის კარგი. ვიცი გოგოებო, ჩემთვისაც, მეც მიყვარს ეს, მაგრამ არიან ეგეთები, რომლებსაც არ უხარიათ სხვისი წარმატება. არის. მეც მიყვარს. და ეგეთი ადამიანები სულ ერთი და იგივე ადგილზე იქნებიან, თქვენ არ გეგონოთ, რომ რამით წინ წაიწევენ, ან თუ წაიწევენ ერთიანად ჩამოემხობათ ყველაფერი თავს. აქ სანთელი მაქვს, ანთელი. სხვათა შორის სანთელს ძალიან ხშირად მე ცეცხლის ენერგია არის უდიდესი ენერგია გოგოებო. აი, ნახეთ, ქმნიდეს. ლამაზია ხო თა? ესეც ლამაზია, მე რო ვიყიდე, ნახეთ რა ლამაზია. სინათლე. სინათლე. როგორ გესმით თქვენ ეს ყველაფერი? სანთელი ასოცირდება სინათლესთან და ჩვენი გზებიც უნდა იყოს ნათელი, არა ბნელი და რაღაცა ჩუმადრო რაღაცებს აკეთებ ისეც, რომ ღმერთს არ მოსწონს და ადამიანებს ბოროტობ, არა ეგეთი. ნათელ ადამიანს ეტყობა. ეტყობა მას. ნამდვილად გოგოებო. თვალებზე, ყველაფერზე. მე მივდივარ სუფთად. ანგარიშის ნომერზე რომ ერთი ამბავი ატეხეს. კიდე რაღაცეებს წერენ, ამ ანგარიშის ნომერს ხო აღარ ვხვდები და დღეს დავდე, იმიტომ რომ კიდე რაღაც უაზრობებს წერენ და მე შემიძლია ეგეც დავდო. არც ეგ არ არის პრობლემა.
ეგ არის ეს არის ჩემი სამსახური და შემიძლია დავწერო ანგარიშის ნომერი. რადგან ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, ანუ კი არ თხოვლობ შენ ამას, კი არ ითხოვ გინდა თუ არა რომ ეს გააკეთებ და ჩამირიცხეთ და როგორც ისა რა ქვია ადამიანები გაბრალებენ ხო რაღაცა ხო უნდა მოგდონ შარი არა ამას არ აკეთებ უბრალოდ ბიბლიაში წერია ვიღაცის ნამეტმა შეავსოს ვიღაცის ნაკლულობა და თუ ეს ასე იქნება რომ სხვისი ნამეტი ვიღაცის ნაკლულობას შეავსებს ეს ნამდვილად ცუდი არ არის პირიქით ეს ძალიან კარგია და ღმერთი ესეთ ადამიანს პირიქით ხელს მოუმართავს და მე რომ მექნება მაგის საშუალება მე შევავსებ სხვის ნაკლულობას ამაში ცუდი არაფერი არ არის ასე რომ მიხედეთ თქვენ საქმეს ვეუბნები მათ ვინცაც გულები აქვთ გაბერილი რაღაცა შურისგან და სიბოროტისგან მიხედეთ რა თქვენ საქმეს მე რა შევჭამ და რას დავле ეგ თქვენი საქმე არ არის საერთოდ თქვენი ფულით არაფერს არ ყვიდულობ ანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგად არის ეს არის ძალიან ცხელი საოცრად გავაჩიოთ კიდე ვიღაცამ დამიწერა შენი წასვლა საჭირო იყო იქო ბაზრობაზეო და ჩვენ ბაზრობაზე არ ვიყავით გოგოებო ჩვენ ვიყავით ლიზინგი გავაკეთეთ მანქანის და იქ ჩემი წასვლა იყო აუცილებელი თან არ ვიცოდი აუცილებელი თუ იქნებოდა კიდე კარგი რომ გავყევიდია სწორე უკან მოუწევდა მოbrunება და წაყვანა ჩემი იმიტომ რომ ორივე შეგვავსებინებს ის რა ქვია განცხადება ორი განცხადება იყო საჭირო ანუ ჩემიც და მისიც არ ვიცი რატო არც მიკითხია ორივე შეგვავსებინეს მე ინდოელები მოვიდნენ ბიჭები იმათაც ორივე შეავსებინეს ნუ ორი განცხადება არის საჭირო ჩვენ გავაკეთეთ ლიზინგი და არ გვეყიდია სრულად ჯერ მანქანა მაგრამ ჩვენი ჩვენ მანქანაში გადავიხდით ფულს და ეს ძალიან ახარებს და არა ქირაში სადაც ფაქტიურად ჩვენ არაფერი არ რჩება და ჰაერში მიფრინავს ეს ფული ყრი ფაქტიურად 2015 წლიანია ჩვენი მანქანა ისეთი ახალია გოგოებო ისეთი ახალია სალონიდან გამოყვანეს გავს სინავს ბრწყალი არა აქვს სალამაზია გარედან სინავს ასე რომ წინ მივდივარ მადლობა უფალს ყველაფრისთვის ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უფლის ნება ყველაფერი აბსოლუტურად მადლობა მას აუ ეს ამხელა მალივე აკვია ამხელა ყოლზია ვიქი როგორ შევჭამ
საქარს არ ვამატებ. რა თქმა უნდა. ესე თქომით ძალიან მიყვარს მე ჭამა, ყავის დალევა. დილით გერკულესის ჭამა არ მიჭირს. არ ვიცი, ამდენს თუ შევჭამ, ნახოთ აბა. ძალიან გემრიელია. ჭირებით, გარგლითაც არის ეს. მე იმას ვიყიდი. მოსუქება საერთოდ არ მინდა. უბრალოდ არ მინდა რომ გავხდე კიდე. მეტი აღარ მინდა გახდომა. როგორც ვარ ესე. მომჟავ გემოაქვს თან და არის ძალიან გემრიელი. უხდება. ეს არის სისაურის უშაქრო ყავა. შაქარი არ დავამატე, აუგარეთ სამარავია. როგორ ცუდი ამინდია, ღმერთო. 15-მდე ესეთი ამინდები იქნებაო, ეციებაო, მომწერეთ გოგოებო და რავი მე უკვე ძალიან დავიღალე დამღალა ამ ამინდმა. ეხლა თუ მინდა რომ ყავა დავლიო, ამას თავი უნდა დავანებო. იქით გავიდეთ. ესეც უნდა წავიღო იქით აქ არ დავტოვ, თორემ არაფერი დავწვათ. აი ესეთი მაკიაჟი გოგოებო, ეხლა მე რაც მისვია თვალზე, როგორც მაგ გაკეთებული არის ძალიან ადვილი. ეს არის ყველაზე ადვილი, ერთი ფერია მარტო აღებული. ერთი ფერია, ანუ თვალის ჩრდილების ფუნჯით უნდა აუცილებლად ცოტა ფუნფულა რომელიც არის, რომ კარგად გადაანაწილო და ანუ კარგად რომ გადანაწილდეს მთლიანად თვალზე. ერთი ფერი არის კუთხეებში დავიდე, ერთი ფერი, ხოლოდ აი ეს ფერი რაც მისვია და კარგი ფუნჯი გინდათ, ანუ ჩრდილების ფუნჯი უნდა, რომ კუთხეებიდან დაიწყო და კარგად აი ესე წრიულად გადაანაწილო. ერთი ფერით მარტო თვალზე. ეს არის ყველაზე ადვილი. რა ვიცი, ლამაზი გამოდის. იმიტომ რომ აქეთ მაინც ოდნავ მოგირჩება, რადგან აქადებ პირველად. და მე რო გადმოგაქ ღიავდება და მაინც ლამაზი გამოდის. მიხარია ცხოვრება, ძალიან ბევრი მიზნები მაქვს, ძალიან ბევრი გეგმები მაქვს. ყველაფერს მივაღწევ და ყველაფერი კარგად იქნება.
რაც მთავარია, ეხლა ქირის გადახდა აღარ მოგვიწევს ძალიან დიდი თანხა. ძალიან დიდი თანხას ვიხდიდით ქირას. ფაქტიურად სახსაც იქირავებ, მაგ ბაში იმხელა თანხა იყო 1400 ლარი გამოდიოდა თვეში. და რაც მთავარია, ეს მოგვარდა. ეს არის ძალიან კარგი, რომ ეს მოგვარდა. დიდი გეგმები მაქვს ჩემ არხთან დაკავშირებითაც ბევრ რაღაცეებს შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი კუთხე და ადგილი იქნება სამზარეულო ის, მაგრამ სხვადასხვა რაღაცეებსაც გადავიღებ ხოლმე. თუნდაც მაკიაჟის კუთხით. მართლა ერთმა დამიწერა, რომ ჟანაო სახელმწიფო პროგრამაა მაკიაჟზეო და ძალიან ბევრი რამე ვისწავლეო და მიდიო, ისწავლე უფასოა და ძალიან გთხოვ, სად მივიდე მითხარი. არ ვიცი. დიდი სიამოვნებით მივარ. მინდა ძალიან, რომ დავიხვეწო, თუმცა ნახეთ რა ლამაზია ჩემი რომიანა. იცით რამდენი მისვია? აი, კარგა ბევრი უნდა წაისვა, რომ აი ესე გამოვიდეს და შეიძლება ადამიანმა ძალიან ცოტა წაისვას. ძალიან ცოტა. და ძალიან გაწითლებულად უჩანდეს. ანუ ცოდნა უნდა ამ ყველა გოგოებო. შიგნიდან მისვია ჯერ ანუ თხევადი. ხომ ისვია შიგნიდან. მე პუდრით ვიფიქსირებ ხოლმე, რომ ძალიან აღარ ვგზინავდი, აღარ მომწონს ეს ძალიან სიბძინვარე, იმიტომ რომ ცოტა ჰაილაითერით მირჩევნია ხოლმე, რომ მივცე რაღაცა სილამაზე. და იმ თლიანად აღარ მინდა რა, სიბძინვარე რომ აქ ხოლმე სახეს რომ მქონდა ხოლმე, ლეილამას დამიწერა. კიო გამოგდისო ჟანა აღარ გზინავო. კიკოს პუდრი ვიყიდე და მაგითი ვიფიქსირებ ხოლმე რა და ძალიან კარგია რა, მომწონს. ნახეთ როგორ ცოცხლად ლამაზად გამოიყურება სახის კანი. შიგნიდან თხევადი რუმიანა მისვია, მე პუდრით ვიფიქსირებ გოგოებო და ბოლოს კიდე ბლაში, გარედან და ჰაილაითერი. გარედანაც კიდე აი ამეებშიც შემიძლია ოდნავ რუმიანა, ოღონდ ფხვიერი უკვე, მაგრამ აღარ ვისმე მე. ესეც გონია რომ საკმარისია და ძალიან მომწონს. ამას ნენელა დავლევ მე ჩემ ყავას. ჩატანილი მაგდა. მეირად არის. და დაგემშვიდობებით, ეხლა გემრიელად დავამონტაჟებ ვიდეოს. მიყვარხართ და გოცნით. დროებით.